მაყურებელს უნდა ვუთხრა, რომ სხვადასხვა ქვეყანასა თუ კულტურაში სილამაზის განსხვავებული სტანდარტები არსებობს. მსოფლიოს ყველა კუთხეში მცხოვრები ქალი თქვენს დამეთანხმებით, რომ არის ძალიან ლამაზი, მაგრამ თითოეულ ქვეყანაში სილამაზის თავისებური აღქმა არსებობს. ამასთან, ყველა თანხმდება, რომ სილამაზეს ერთობლიობაში ქმნის გარეგნული მომხიბლელობა, შინაგანი სამყარო, ინტელექტი, ნიჭიერება. რამდენიმე დღის წინ გეტყვით, რომ გამოცემა Geeks for Geeks-მა 2024 წლის ყველაზე ლამაზი ქალები დაასახელა. გამოკითხვისას თითოეული ქვეყნიდან მათ ისეთ კრიტერიუმებზე გაამახვილეს ყურადღება, როგორებიც არის ფიზიკური სილამაზე, შინაგანი მომხიბლელობა, პოზიტიური ემოციები, ინდივიდუალიზმი და ასე შემდეგ. მოკლედ, ახლა უნდა ვნახოთ ათეული, რომელმაც თავი მოუყარა ქალებს მთელი მსოფლიოდან, გამორჩეული მშვენიერებით, ბუნებრიობით, ნიჭიერებით და ასე შემდეგ. მაშა ასე, მე-10 ადგილს იკავებს იონ ჰო იონი, 29 წლის მსახიობი და მოდელი სამხრეთ კორეიდან, ის იყო ლუი ვიტონის ექსკლუზიური სახე 2016 წელს, შემდეგ კი გახდა ბრენდის გლობალური ელჩი 2021 წელს. იუნგის სამსახიობო დებიუტი 2021 წელს შედგა Netflix-ის სერიალში Squid Game, რამაც მისი მსოფლიო ყურადღება და კრიტიკოსების აღიარება მოიტანა, როგორც სერიალის მთავარი ვარსკვლავი. გავაგრძელოთ მე-9 ადგილზე გეტყვით, რომ არის ტიპიკა პადუკონე, 38 წლის ინდოელი მსახიობი და მოდელი. მისი სამსახიობო დებიუტი 2006 წელს შედგა კანადურ ფილმში აიშვარია. 2015 წელს ტიპიკა პადუკონემ შექმნა ფონდი, რომელიც ინდოელებს ეხმარება მიიღონ მეტი ინფორმაცია საკუთარი ემოციური და ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ. გავაგრძელოთ უკვე მერვე პოზიციით, რომელსაც კიმ კარდაშიანი იკავებს, რეალიტი შოუს სუპერ ვარსკვლავი, ტანსაცმლის დიზაინერი, მაკიაჟის ხაზის ავტორი, წარმატებული ბიზნესვუმენი, მსახიობი, მრავალშვილიანი დედა და უბრალოდ 43 წლის ქალი, რომელიც მუდმივად ახერხებს საკუთარი გარეგნობით და სტილით გამოხმაურების საგანი გახდეს. მე-7 ადგილზე გახლავთ ჯორდან დანი, ბრიტანელი მოდელი, სხვათა შორის პირველი აფრო-ამერიკელი მოდელია, რომელიც 1997 წლის შემდეგ ნაომი კემბელის მერე პირველად გამოვიდა პრადას ჩვენებაზე. მე-6 ადგილზე გეტყვით, რომ ათეულში მოხვდა ამერიკელი მუსიკოსი და მსახიობი ტეილორ სვიფტი, 34 წლის ამერიკელი მუსიკოსი. ტეილორ სვიფტისთვის 2024 წელი, როგორც ჩანს, აღიარებებით დაიწყო, წლის ადამიანი, რომელმაც საზღვრების გადალახვა შეძლო და სხვებისთვის სინათლის წყარო გახდა, მილიარდელთა სიაშია. ის ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ხელოვანთაგან, ვინც მუსიკისა და სპექტაკლების მეშვეობით მილიარდელთა სიის სათავეში გახლავთ. ამერიკელი მომღერალი და პროდიუსერი არიანა გრანდე სიაში მე-5 ადგილს იკავებს, 29 წლის არტისტი. დროის ყველაზე დაფასებული, მოთხოვნადი და ძვირადანაზღაურებადი შემსრულებელია. მას ამ დროისთვის 150-ზე მეტი ჯილდო აქვს მოპოვებული და მათ შორის 2 გრემიც. მე-4 ადგილზე გახლავთ ბიონსე, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ამერიკელი მომღერალი, ქალ მუსიკოსებს შორის ყველაზე ბევრი გრემის მფლობელი არტისტი და პირველი აფრიკელ-ამერიკელი მომღერალი, რომლის თითოეული ალბომი ბილბორდის სათავეში მოექცა. გავაგრძელოთ, მე-3 ადგილზე არის ბელა ჰადიდი, ალბათ არ გაგიკვირდებოდათ მისი სახელით და გვარის გაჟღერება ამ სიაში. პალესტინური წარმოშობის ამერიკელი ქალბატონი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ვარსკვლავია, რომელიც პლანეტის ულამაზეს ქალად არაერთხელ აღიარეს და დაასახელეს. მე-2 ადგილზე გახლავთ ზენდაია, ამერიკელი მსახიობი და მომღერალი, სერიალ ეიფორიას ნამდვილი ვარსკვლავი, 20 მილიონიანი ქონების მფლობელი კარიერული წარმატება კი გეტყვით, რომ მოდელობით დაიწყო, თუმცა პოპულარობა მისი დღითი დღე იზრდება. პირველ საპატიო ადგილზე კი გახლავთ ბრიტანელი მსახიობი ჯოდი კომერი. ის ფართო აუდიტორიისთვის ცნობილი ჰიტად ქცეული ევას მკვლელობით გახდა, სადაც მსახიობი რუსი ფსიქოპატის ასასინის ვილენელის როლს ასრულებს, სადა გარეგნობით, დახვეწილი სტილით, გემოვნებით, ის ყოველთვის ახერხებს იბრძყინოს როგორც ეკრანზე, ასევე მის მიღმაც. მოკლედ, აქვე გეტყვით იმასაც, რომ რეიტინგს არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. ბევრი ფიქრობს, რომ ათეულში მყოფი ზოგიერთი ქალი სულაც არ იმსახურებდა ათეულში მოხვედრას, თუმცა ფაქტი ერთია, რომ თითოეული არის ნამდვილად შთამბეჭდავი თავისი გარეგნობით, სიძლიერით, ნიჭიერებით, მიღწეული წარმატებით, თუ გავლენით. და მოკლედ ეს იმას ნიშნავს, რომ ეს მახასიათებლებია, რომლებიც საბოლოო ჯამში ქმნიან იმას, რომ ეს ქალბატონები მუდმივად ექცევიან ხოლმე ყურადღების ცენტრში.